განხორციელებული პროექტებიდან განსაკუთრებით მინდა აღნიშნოთ ნოვატორული პროექტი, ანტონას ვისულ პეტროლეუმ ჯორჯიას პროექტი. გარდა ამისა, გეტყვით, რომ ის პროექტი საქართველოს მე-11-ზე ჩემი თავის უხევი რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ოპტიმიზაციის მიმართულებით. ქვეყანა 21 ადგილზე არის მსოფლიოში. პროცედურებს სასამართლოს ქვეყნების განვითარების. რადგან სწორედ დაყოლილი ამასაც პროექტის საკუთრების რეგისტრაციის კალდაკრონ ბატონებო, მე მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა. საფინანსო ინსტიტუტის ეძლებათ შესაძლებელი. არის 187 მეტრი განშტო 56.5 მილიონი დოლარი. მე ვიქნები წარმოდგენილი დღეს სესიაზე, რომელიც დაკავშირებული არის მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ეს არის თანამედროვე მიდგომები, მომავლის ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიც არის გამწვანება, ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების საკითხები, ასევე ის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და ესეთი ტიპის ქალაქის მშენებლობისკენ, ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ იმ მიდგომებზე, რასაც იყენებენ მსოფლიოს ქალაქები და მე პირადად მექნება პრეზენტაცია მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ძირითადი მიდგომები გვაქვს ჩვენ დედაქალაქში, რა პროგრამა და რა ამოცანები გვაქვს და განსაკუთრებით ხაზგაუსვამ იმას, თუ რა მოლაპარაკებები გვაქვს ჩვენ EBRD-სთან, რათა მათი მხარდაჭერით შევძლოთ დედაქალაქში შემდგომი განვითარება დედაქალაქის ინფრასტრუქტურისა, დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორისა და უფრო მოწესრიგებული ქალაქი მივიღოთ.